ეს არის სტილის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გამარჯობთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მუშაობას და სტუდიაში ჩვენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ილია ბეგიაშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მენელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ბატონ ილიასთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ სოფლის ხარდამჭერის პროგრამაზე და არა მხოლოდ. საქმე იმაშია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა მისი გლობალური და მასშტაბური საქმიანობებისა გააჩნია ფონდები, რომელიც კონკრეტულად მუნიციპალურ სივრცეებში ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისთვის აქვს შექმნილი და სოფლის ხარდაჭერის პროგრამა ალბათ კონცეფციურად სრულიად განსხვავდება, თუმცა მის გარდა არსებობს სხვა ფონდებიც და აი ამ მრავალფეროვნებაზე, ფონდების მრავალფეროვნებაზე, მათ მასშტაბურობაზე, მათ ბიუჯეტზე და მათი განკარგვისა თუ ამ ფონდებით მიღებულ შედეგიანობაზე უკვე თქვენგან მივიღებთ ინფორმაციას. პირველ რიგში ალბათ ბატონო ილია, იმისთვის რომ მეტი წარმოდგენა შეგვექნას, უნდა გითხრათ მიზნობრიობა და დაახლოებით როგორი აქვს გამოცდილება, რა პერიოდია არსებობს ფონდები და მათი ეფექტიანობა რას გვეუბნება? კეთილი. თქვენ მართლა სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს თემა ალბათ შეიძლება ორად გავყოთ, ან რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელსაც ვახორციელებთ რეგიონებში. ერთი უშუალოდ სამინისტრო, ასე ვთქვათ, რაც ახორციელებს თავისი საქვეუწყებო ერთეულებით, როგორც არის გაერთიანებული წყალმომარაგება, გზების დეპარტამენტი, არენარჩენები, მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს უშუალოდ სამინისტროს ბიუჯეტია, სამინისტროს პროექტებია, რომელიც ხორციელდება რეგიონებში. შარშან მაგალითისთვის მასშტაბი რო ახსნა 2024 წელი ამ 4-ვე საქვეუწყებოში ეს იყო 3.901 მილიონი ლარის პროექტები, რაც განახორციელა სამინისტრო. ეს ერთი ნაწილი ჩვენი საქმიანობის, ხოლო ამის გარდა არის კიდევ მეორე ნაწილი, ეგრეთ წოდებული ფონდები და განსხვავება ზუსტად იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში თუ თვითონ სამინისტრო ანხორციელებს ამ თანხების ინვესტირებას, ათვისებას, იმპლემენტაციას და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევაში ეს ამ ფონდების მთავარი ხიბლი ალბათ ის არის, რომ ამ ფონდში აკუმულირებული თანხები, რომლის ინვესტირებას ხდება მუნიციპალიტეტებში, განხორციელებელი თვითონ მუნიციპალიტეტი, ანუ თვითმმართველობა ანხორციელებს ამ პროექტებს, ანუ იწყებს პროექტს, დაწყებული შერჩევა შეფასებებით, საპროექტო სამუშაოები, საზედამხედველო სამუშაოები და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულ იმპლემენტატორია მუნიციპალიტეტი და აი ამით განსხვავდება ის, რომ ამ შემთხვევაში სამინისტრო ამ თემაში არ ერევა. ერთადერთი რაც არის, ეს არის ფონდების განაწილების პრინციპები და პროცედურები. არის რამოდენიმე ფონდი. ერთი არის რეგიონალური განვითარების ფონდი, ყველაზე მსხვილი ფონდი, რაც არის რომელთაც მუნიციპალიტეტების მიხედვით ნაწილდება ეგრეთ წოდებული ლიმიტები და ამ ლიმიტების ფარგლებში შემდეგ მუნიციპალიტეტი თავის საჭიროებიდან გამომდინარე, თავის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ახორციელებს პროექტებს. ეს ფონდი საკმაოდ მძლავრია, წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდებოდა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ თუ 2018 წელს ეს ფონდი იყო 240 მილიონი, 2024-ში აგერ სულ რაღაც ერთი შარშანდელ წელს ეს იყო 9 მილიარდი ლარი. ეს ერთი ფონდი. არის მეორე ფონდი 2018-19-ში ჩვენ მივიღეთ მთის კანონი. მთის კანონის შესაბამისად ამ კანონის საფუძველზე მუშაობს მთის საბჭო, ეს მთის საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, შესაბამისად ჩართულები არიან როგორც წმუნებულები, მერები, ასე შემდეგ. საკმაოდ წარმომადგენლობითი საბჭო არის. და ეს საბჭო არ განიხილავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს საკმაოდ გლობალური არის მიდგომა მთის ტერიტორიებს თუ სოფელს თუ დასახლებას, რომელსაც ის სტატუსი აქვს. იქ მუშაობს რამოდენიმე მიმართულება. მაგალითად არის ისეთი შეღავათები აქვს, ბენეფიტებია, მაგალითად ეს ეხება როგორც ის სტატუსის მქონე იქ მაცხოვრებელ სტუდენტებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ასეთი მიდგომა არის. იქ არის რაღაც შეღავათები ენერგომატარებლებზე, მაგალითად გაზიდენი და ასე და ერთ-ერთი მიმართულება არის ინფრასტრუქტურული პროექტები. სოციალური თქვენი ნაწილი არა, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა. და აქედან უშუალოდ აი ამ სტატუსის მქონე დასახლებებში იხარჯება ამ ფონდიდან. ეს ფონდი ცოტა მწირია შედარებით, შარშან 16 მილიონი ლარი იყო. თუმცა მე მინდა რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ და უყურეთ,
ეს იმას არნიშნავს, რომ თის სტატუსის მქონე დასახლებებს მხოლოდ ეს 16 მილიონი. ისინი სარგებლობენ იმ ფონდითაც და ეს არის ასე ვთქვათ კიდე ერთი დაშენება, დამატება თის სტატუსის მქონე დასახლებებისთვის გასახორციელებელ პროექტებში. ჩვენ გვაქვს სოფლის ხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ალბათ ესეთი საინტერესო პროგრამა არის. ესაც ამითაც სარგებლობენ ჩვენი მუნიციპალიტეტები. ამ პროგრამაზე ალბათ ჩაუღრმავთ. აუცილებლად. და ყოველწლიურად ეს პროგრამა პრინციპში არსებობდა 2013 წლიდან, მე 2016-ში შეწყდა. ხოლო მე ძალიან აქტიური მოთხოვნა იყო ამ პროგრამაზე, როგორც მოსახლეობისას ახსოვდა ეს პროგრამა, ასევე ძალიან აქტიურები იყვნენ მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატები, ვინაიდან უშუალოდ უყურებდნენ აი ამ პულსზე ჰქონდათ ასე ვთქვათ ხელი დადებული. და ეს პროგრამა აღდგა 2019 წლიდან. პროგრამის მოცულობა ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი, თუმცა პროგრამა უფრო მეტი გამოდის ხოლმე და რატომ გამოდის, ამას უცებ დეტალებში შევალთ, ამასაც აგიხსნით. ასევე გვაქვს აუცილებელი ჩვენი ცხოვრებიდან ამ გლობალური დათბობიდან და კატაკლიზმებიდან გამომდინარე ფონდია ცალკე, რომელსაც ქვია სტიქის ლიკვიდაციის ფონდი. ანუ დამდგარი რაღაც ლიკვიდაციები რაც მოხდება იქ შეიძლება ზაგადარეცხოს ნაპირსა არა მსხვილი ახლა მე თან დაგვიფაროს ისეთ როგორც შოვიდა რაღაცა იყო ის ცოტა სხვა მასშტაბია და იქ უშუალოდ სამინისტრო არის ხოლმე ჩართული მაგრამ უშუალოდ ყოველდღურად დამდგარი წვიმების იქ დაქარვები ხდება ზოგიერთ შემთხვევაში სახურავები ზიანდება გაბიონები გზები დამცავი კედელია საჭირო ხიდი ხო სანიაღვრე ხიდი ზიანდება ბურჯები და ასე შემდეგ აი ესაც ესეთი ფონდია რომელთაც სარგებლობს მუნიციპალიტეტები პრინციპში აი ეს არის კი ბატონო ანუ ჯამურად რო ეს ყველაფერი შეოკრება 2024 წელს ანუ შარშან აი ამ ყველა ფონდიდან რეგიონებში მოხდა ინვესტირება 725 მილიონი ლარის სამინისტროს მხრიდან ფონდების აი ამ ფონდების გავლენით მეშვეობით 725 მილიონი ლარი თუმცა ყველა ამ ფონდში გარკვეული პირობებია როცა ჩავუღალავთ ამასაც გეტყვით და პლუს საკუთარი სახსრების გააჩნია მუნიციპალიტეტებს ამ შემთხვევაში ისინი შემოდიან თანამონაწილეობაში იქ არის პროექტის შესყიდვა ექსპერტიზა არის და ასე შემდეგ ჯამურად ამ თემაში დამოუკიდებლად მუნიციპალიტეტებმა 408 მილიონი ლარი დახარჯეს ანუ რომ შევკრათ გამოდის რომ 2024 წელს მუნიციპალიტეტებში ფონდების მეშვეობით და ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით 1 მილიარდ 133 მილიონი ლარის პროექტი განხორციელდა. ეს არის დაახლოებით 6500 პროექტზე მეტი. და გამოდის რომ ფონდის ფორმატი რო არ ყოფილიყო და შეთავაზებული ფინანსური საშუალება რომელიც მოითხოვდა მათ ფინანსურ ჩართულობასაც, ანუ ფონდიდან გამომდინარე ეს ინიციატივა რო არ ყოფილიყო, ის 400-ით სხვაგან წარიმართებოდა და პროექტი როგორ იქნებოდა, ესეც ცალკე თემა. მოკლედ, ინიცირებას ახდენს ეს პროექტი. მუნიციპალიტეტი არ თვითმმართველია, ამიტომაც მისი გადასაწყვეტია საკუთარ სახსრებს სადმე მართავს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ბატონო ილია, თქვენ ხართ საკმაოდ მოცულობითი და მრავლობითი სფეროთი დახუნძლული და მიმართულებებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ინფრასტრუქტურა არ იწყება მხოლოდ შენობით და არ სრულდება მხოლოდ გზით, ხო? მათი თამდები ბევრი მიმართულება, ესე ვთქვათ, უტრირებულად თუ ვიტყვი. მაგრამ არის ერთი სტრატეგიული ხაზი მასშტაბური ხაზი, რასაც სამინისტრო ახორციელებს და აკეთებს და რა თქმა უნდა სამინისტრო არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის ან ერთი ცენტრის, ხო, ეს არის მთელ საქართველოს მოიცავს თავიდან ბოლომდე. და ამის ფონზე შეიქმნა ფონდები, რომლებიც უკვე ფოკუსირებულად ლოკალურ სივრცეებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის ხარდაჭერას გულისხმობს. ეს რა გამოდის, რომ ერთის მხრივ გლობალურ საქმეს აკეთებთ, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ დიდ სტრატეგიაში ლოკალური წერტილებიც რო ეფექტიანად იყოს და არაფერი იყოს გამორჩენილი, ამ ლოგიკით შეიქმნა ეს ფონდი თუ ან შეიძლება და მეორე მომენტი რომელიც გულისხმობს ყველაზე მნიშვნელოვანს. ყოველთვის იყო ეს პრობლემა ამ ქვეყანაში და რაც უფრო ამ ხრივ წინ მივდივართ მით უკეთესი რომ ცენტრმა არ არსებობს რომ ყველაფერი იცოდეს ნებისმიერი რეგიონისა და სოფლისა, ხო? ყოველთვის იქიდან წამოსული ინიციატივა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აქიდან წასული, იმიტომ რომ აქიდან სხვანაირად ჩანს, იქიდან სხვანაირად
უყურებენ ყველაფერს. აი ამ ორი მომენტის გაერთიანება იყო თუ რა იყო თქვა ძირითადი თქვა თქვენი სამინისტროს პოლიტიკა და მიზეზი მსგავსი ფონდების ამოქმედებისა. და რამდენად მიხვედით მე შედეგამდე ანუ ამ მიზნების. უბრალოდ აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორი ხედვა არის ესა. რა თქმა უნდა, მასშტაბური კარგია, მასშტაბიც კარგია, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს სამინისტრო ახორციელებს ისეთ ტიპის პროექტებს, რომელიც არა მარტო რეგიონალურ დონეზე ახდენს გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ან მათ რაღაც კომფორტზე, ლოჯისტიკაზე, არამედ ასეთი მსხვილი პროექტები, როგორც არის ავტობანი, კი ბატონო, ეს რა ქვია, ხო დასავლეთ კი ბატონო, მარტო ეს 60 რადიუსი დერეფანი და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო ამ მსხვილი პროექტების იმედად ვერ იქნები გამომდინარე იქიდან, რომ ადგილებზე ხო მისატანია კიდე ეს სიკეთე, ხო? აი მაგალითად რო წარმოიდგინოთ, თუ გლობალურად არ შეხედავს, მაგალითად კახეთში თუ რაღაც ქართლში მაცხოვრებელი გლეხი ან მოსახლე ავტობანის შინაარს, მისთვის ავტობანი შორს არის რა, ხო? არის აგერ შორს. თუ აქტიურად არ მოძრაობს, გაივლის რაღაცა. ნუ ამის აღქმა არ აქვს და შესაბამისად, მაგრამ იმას ძალიან მწვავე აღქმა აქვს ყველა იმ ადამიანს, ყველას აქვს ჩვენი რაღაც სოფლებით, ძალიან მწვავე აღქმა აქვს საკუთარი მიწის, საკუთარი სოფლის, საკუთარი ქუჩის, საკუთარი უბნის. და მით უმეტეს ავტობანამდე მისასვლელად უნდა რომ აქაც კარგი გზით გაიარა. შესაბამისად, იმაშიც გეთანხმებით, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე გინდაც ეს ფონდებზე, რაზეც ვილაპარაკე, დაკვეთა ამ ფონდებში რა ტიპის პროდუქტი უნდა შემოდის, ანუ რა მოთხოვნებით შემოდის, ისედაც მუნიციპალიტეტებიდან მოდის. ანუ ცენტრალური, ანუ სამინისტრო არ ეუბნება შენ ეს გზა უნდა გააკეთო თუ შენ ეს ისედაც შეკვეთა იქიდან მოდის და ეს სწორია რომ აქედან მოდის. აბსოლუტურად. იმას თავი რომ დავანებოთ რომ თვითმართველია მარტო ამას ან ფორმალურ მხარეს. შინაარსობრივადაც იმათ თბილისიდან დანახული რაღაცა ქუჩა და უბანი თქვათ ჩხოროწყუში თუ თელავში სხვა არის და თელავიდან დანახული პრობლემა და მისი სიმწავე, მისი ყოველდღიურობა, ხო, ის მერია თუ საკრებულოს თავმჯდომარე თუ დეპუტატია, ის ყოველდღე თვალში ხვდება იმ მოსახლეს და იმასთან საუბრობს. ხო, იმისგან იცის ამ პრობლემის ან სიმწავე ან მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ესეთი სერიოზული არგუმენტია, რომ დაკვეთა სურვილი აქტივობა უნდა მოდიოდეს ქვევიდან ზევით. ხო? ხოლო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში იგივე ფონდმა ამის საშუალება უნდა მისცეს, რომ განახორციელოს. აქედან გამომდინარე მართალი ბრძანდებით ეს ორი ასე ვთქვათ, ამიტომაც არსებობს ეს ფონდები. თან მეორე თემა არის კიდე რომ კიდევ იმას დაუბრუნდები ჩვენ კონსტიტუციურ მოწყობას, ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლება, გვაქვს თვითმმართველობა. კი ბატონო. თვითმმართველობა ყველანი ვითარდებით ხო ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად თვითმმართველობაც ვითარდება, ამაზე ის თანხები მეტყოლებს, რა თანხებზეც მე ვსაუბრობ, თქვა 2018-ში რა იყო და დღეს რა არის და თვითონ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმპლემენტაციას თვითონ უკეთებს. ანუ პროექტს თვითონ არჩევს, ყიდულობს, ექსპერტიზას უკეთებს. ეს ფული მიაქვს, აცხადებს ტენდერს. ამ ტენდერზე მე აცხადებს ზედამხედველობას, ახორციელებს ამ საქმეს, იბარებს და მიდის მოსახლესთან ეუბნება აგერ პროდუქტი რაც შენ მომთხოვე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, უფრო მიახლოვებული, უფრო მიახლოვებული თითოეულ მოსახლესთან არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. კი ბატონო. ცოტა დეტალებში შევთუ. ანუ კონცეფციურად აქ არის უმთავრესი სხვაობა. თქვენი ფონდები მიმართულია ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისა თუ განვითარებისკენ მუნიციპალიტეტებში და პირობითად ერთი შემთხვევაში რეგიონული შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ამბობს რომ ამ ფონდიდან მე სახსრებს გამოვიყენებ ამისთვის და შემოვან თანამონაწილეობა თანადაფინანსებაში და არის მეორე კონცეპტუალურად განსხვავებული, რასაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვია, სადაც უშუალოდ სოფლის მოსახლეობა ირჩევს გამგებლისა თუ სხვა ადმინისტრაციული წარმომადგენლის უბრალოდ ფონური დაკვირვების დონეზე, ხო? კი ბატონო. კონკრეტულად მოსახლეობა არჩევს. შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რომ როგორ აბარითი განსხვავდება, ვისაც ხო მოსახლის მოთხოვნაა, მაგრამ უყურეთ, აქ შემოდის კიდევ ცოტა სხვანაირი ცნებები რა. იმ შემთხვევაში როდესაც ცოტა სხვანაირად უყურებს ადმინისტრაციის მმართველია, ხო, მერი თუ მერია თუ საკრებულო ამას უყურებს როგორც ერთობლიობას მის მუნიციპალიტეტში. მაგალითისთვის ის თulis რომ ეს გზები უნდა გაკეთდეს. რატომ უნდა გაკეთდეს? იმიტომ რომ ცენტრალურ, ესე იგი რაიონულ ცენტრთან წვდომა ქონდეს ყველა სოფელს ამ გზებით. ისთვის
სასწრაფო რომ მივიდეს, სახანძრო რომ მივიდეს, ასე. ანუ ეს არის მისთვის პრიორიტეტი, მაგრამ იმ კონკრეტულ სოფელში კი სხვა ხედვა აქვს რა. სოფელში სხვა ხედვაა და სხვა პრიორიტეტია და ამისთვის არის შექმნილი სოფლის ხარდაჭერის პროგრამა, რომ ეს ხმაც არ დაგვეკარგოს, ანუ ხმა უგულისხმობ ამ შემთხვევაში სურვილი და ეს. ამის გარდა ამ ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ის არის პრიორიტეტი კი არა, წესი, იგი ამაზე არის დაფუძნებული, რომ გადაწყვეტილება იმის თაობაზე რა გაკეთდეს ამ ფონდიდან სოფელში, ამას იღებს მხოლოდ სოფლის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ერთობლივი კრება. ამ შემთხვევაში ვერც მერი მინისტრ და იმაზე ხო არ არის საუბარი, არ ერევა მათ არჩევანში. სპეციალური გრაფიკი კეთდება, ამგვარ გრაფიკის მიხედვით ხდება შეხვედრები სოფელთან, სოფლის მაცხოვრებლებთან, მაცხოვრებლები აფიქსირებენ თავის მოთხოვნებს, ეს გაიწერება, თქვა შეიძლება ხონდეთ 5 მოთხოვნა, ხო? და მე თვითონვე შეაჯერებენ ამ 5 ნომერად ეს? არა, შეიძლება 5-ვე დატოვონ და თქვა რომ იქნება ამაზეც გვეყოს ფული. მაგრამ ჯერ ხო არ ვიცით ჩვენ ეს რაღის ეს პროდუქტი, რასაც ითხოვენ. ამიტომაც მე მიდის ამის მოთხოვნების შემდეგ ეს ამის დაახლოებით განფასება ხდება და უბრუნდება უკან და ეუბნება რომ ეს შეიძლება ამდენი და ნუ რაღაცა ყოფნის რაღაც არა და მოდით იქნება მოდი 2-ზე ყოფნის, ან 1-ზე ყოფნის, ან არც 1-ზე არ ყოფნის. აი ახლა აქაც ჯგუფებია რა, უყურებთ როგორ არის, რადგან ფონდი რაღაცა ფონდს ხო თავის ჭერი აქვს ახლა. ასაგებია. ამიტომაც განაწილების პრინციპებიც უნდა იყოს რაღაცა ალგორითმზე დაფუძნებული. ეს ლოგიკური კითხვა მქონდა, აი როგორ ახერხებს მიხედვით არის რაიონული მასშტაბის მიხედვით თუ რა განაპირობებს. ჩვენ წავედით ამ გზით, ამ ალგორითმში რამოდენიმე კომპონენტია, მაგრამ უფრო გამსხვილებულად გეტყვით, არის სოფლები, სადაც ერთი კაციდან 200 მაცხოვრებელამდე არის, ხო? ეს ავიღეთ როგორც ერთი ჯგუფი. მეორე 200-დან 400-მდე, 400-დან 1000-მდე და 1000 და ზევით. ანუ მაინც კომლების რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, თუ პირველ ჯგუფში მაგალითად ჩვენ საბაზისოდ ავიღეთ 10000 ლარი, დიახ. მეორე ჯგუფში ანუ 200-დან 12000, მესამე 16000 და მეოთხე 20000 და ზევით. ეს უშუალოდ ამ კონკრეტულ სოფელზე თქვა არის გამოყოფილი 20000 ლარი. მაგრამ იმავე დროს ეს ფონდი ეუბნება მუნიციპალიტეტს, რომ ჩვენ თუ გაქვს საშუალება, შეგიძლიათ თანადაფინანსებით, ანუ უკვე მუნიციპალური ფულით საკუთარ სახეს შეხვიდე და ემატო. იდეაში ხო ეს მისი გასაკეთებელი უნდა ყოფილიყო თავისი ფულით. ხო, მაგრამ ახლა მუნიციპალიტეტი რაღაც კუთხით და ამ შემთხვევაში შეიძლება ესეთი პროექტი იყოს, რომ შევიდე ხა 20000-ის მაგალითად 60 გახდება, უკვე რაღაცა ხელშესახები შეიძლება გაკეთდეს. და უმეტესობა მუნიციპალიტეტები შედიან ამ თანადაფინანსებაში, ზოგი 100-ით, ზოგი 200-ით. შეუძლია შევიდეს. რაღაცას ნაკლები ექნება. ნუ ახლა ეგაც ხო ესე განსხვავდება რა. რაღაცა იტყვის რომ რაც არის, ხო, რაც არის ეს არის. შემდეგ ამ შერჩევის შემდეგ ამის განფასება ხდება საკრებულოზე გადის, საკრებულო ამტკიცებს, რომ კი ბატონო, შენ მართლა ის მოიტანე, რაც უნდა მოგეტანა. მე თუ საჭიროა ისეთ სამუშაო, რომ პროექტი იყოს შესაძლებელი, პროექტის შესყიდვა ხდება, ტენდერი ცხადდება, შედის კომპანია მუშაობს და აკეთებს. აი ეს არის მთელი ჯაჭვი, მაგრამ განსხვავებით სხვა პროექტებისა, მაგალითად, სადაც აუცილებლად ერთ-ერთი კონტრაქტორი ყავს ხოლმე მერიებს, ეგრეთ წოდებული ზედამხედველობის სამსახურები, რომ ის იმ პროექტის ის გააკონტროლოს და საკმაოდ ხისტათაც აკონტროლებენ. ვადები, ხარისხი. აქ მე მგონი ხალხი თვითონ ჩაერთო. აქ იმდენად ისეთი აქტივობა არის ხოლმე, რომ რა ვიცი, თვითონ მოსახლე, იმიტომ რომ მისი დაკვეთა იყო, იცოდა რა უნდა და ეს ხო ბუნებრივია, ხო თავიდანვე იცოდა რა უნდა და თავიდანვე შეათანხმა დეტალებშიც თუ მიიღო მონაწილეობა პროექტირებაში, ხო შინაარსობრივადაც ესმის. ძალიან საინტერესო შეხვედრები არის ხოლმე რა მოსახლეობასთან აი ამ კუთხით. იქ პრაქტიკულად არც ერთი ოფიციალური პირი არაფერში არ ერევა. დგას ელოდება და თვითონ მოსახლეობა მსჯელო. შეიძლება წინა დღით ან ეთიკური თადე როდესაც იციან რომ მეორე დღეს შეხვედრებია. წინასწარ თვითონ რაღაცა ხო ნამსჯელი აქვს, ნაფიქრალი აქვს, ასე შემდეგ და ის კამათებიც ვინახია თვითონ რა თქმა უნდა შიდა კონსენსუსით საჭიროა. ჯანსაღ კამათებს გულისხმობ რა თქმა უნდა. აქ საინტერესო ის არის რომ ფონდის დებულება თუ უწყება იძლევა საკმაოდ ესეთი ფართო უფლებას რა მოქნილობას მაგალითისთვის ანუ ჩამონათვალს აღარ ვიტყვი აქ საკმაოდ გზელი ჩამონათვალია რისი გაკეთება შეუძლია სასვენწყლები, სანიაღვრე, ხიდები, სასაფლაოების შემოღება, სკვერები, ინფრასტრუქტურული პროექტები ფართო გაგებით. კი, განათება ასე შემდეგ.
მაგრამ ძალიან საინტერესო როგორ დავარქვათ, ინტერმუნიციპალური კი არა, სოფელს შორის ურთიერთობები წყალიბდება, როდესაც შეიძლება ორმა სოფელმა გვერდ-გვერდგომა გადაწყვიტოს, რომ მოდი ერთობლივი ერთი პროექტი გავაკეთოთ, ისეთი მოხდეს სოფლების სინქრონიზაცია ერთი კონკრეტული მაგალითად ახლო არის ორი სოფელი და ფეხბურთის მოედანი ორივეს უნდა აგერ არის შუაში ეს მოედანი და მოდი გავაკეთოთ და ამ შემთხვევაში ორივესთვის გამოყოფილი თანხა ერთიანდება და შესაბამისად პროდუქტს ვიღებთ, რომელიც სარგებლობს ორი სოფელი. ის ფული არის კარგი, ანუ მაინც ერთიანდება. მინახე ასეთ შემთხვევები, როდესაც თქვა დიდი სოფელია და ამ სოფელში მაინც ხეს უბნურად ცხოვრობთ, ხო, ყველანი ამ სოფელში. და შეიძლება დადგა საკითხი, რომ თქვა ერთმა უბანმა თქვა, რომ მოდი რა, მე ეს მინდა, მეორე მისა, მაგრამ კონსენსუსს ზუსტად იმაში პოულობენ, რომ შეიძლება ისეთი რაღაცა იყოს მოთხოვნა, რომ თელმა სოფელმა ისარგებლოს ყველა უბნისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება იყოს ბავშვების სასრიალო, შეიძლება იყოს რაღაცა ცენტრი, რაღაც სკვერი და ასე შემდეგ რა. და პრიორიტეტებსაც თვითონ მე თვითონ დავალებენ, იცი რომ მომავალ წელს კიდევ იქნება და არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ის სურვილი რაც აქვს, ანუ ვერ ეტევა რა ამ თანხებში ვერც იმაში, რომელიც ხარდაჭერით. ამ შემთხვევაში ეს ფული არსად არის კარგება, ეს ფული რჩება ამ სოფლის ასე ვთქვათ სახელზე და იცი რომ მომავალ წელს რომ მომავალი პროგრამით დაემატება ეს კიდე მათ იმაში და ხორციელდება ხოლმე რა ეს. ესე რამდენი შეუძლიათ ერთი წელი ან ორი წელზე მეტი შეუძლიათ რომ თქვა დაიბევონ ფული იმისთვის რომ რაღაცა მსხვილი პროექტი სასურველი არ არის რომ ახლა ეს ფული იმისთვის არის რომ ფული დაიხარჯოს და უნდა ის მადლები მიიღოთ რაც გვჭირდება, მაგრამ ეს ძალიან ცოტა არის იშვიათ ძალიან ესეთი ამ იშვიათზე ალბათ უნდა იყოს. ამას სპეციალურად უყურებთ რა ზედმეტადაც არის მოხდეს და აი ეს როდესაც მე გადაწყდება და პროექტი უნდა განხორციელდეს. თავიდან ბოლომდეა ხო მოსახლეობის მეტი კონტროლი და მხარდაჭერა, ვიდრე პირობითად იგივე ადმინისტრაციის მიერ შერჩეული პროექტების გაკეთება. აი უყურეთ რა გადაწყვეტილება მიიღო. შე შემთხვევაში არის ხოლმე ცოტა მოუთმენელი ხალხი ვართ ქართველები ხო, ასუ გოჩქარება, ასუ რაღაცა. გრაფიკსაც გავას. ხო, აბა სად არის როგორ ამ დროს შეიძლება პროექტის შესყიდვა მიდის, ხო, რაღაც თავის პროცედურებია და ამ პროცედურებშიც გეუბნება რომ სად არის დროზე რამე და მე შემდეგ როდესაც იქ ეს დაკონტრაქტება და სამუშაო დაიწყოს, რა თქმა უნდა ეს გრაფიკიც იციან მშვენივრად, ეს უნდა დაიწყოს ამ დღეს და დამთავრდეს ამ დღეს. და იქ ზოგ ხშირად არის ესეთი რაღაცაც რომ იქ დაურეკიათ თქვათ რომელიღაც სოფლიდან სადაც პროექტი მიდის, მე რიცხვს დავთქვათ არ მიდის აქ სამუშაოები და რა ხდება, სადახად ანუ ხდებით, ანუ ჩართულობა არის იმდენად მაღალი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ალბათ ბატონელი, იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის ეპოქა, რომელიც დასრულდა და ახლა სხვა რეალობაში ვართ. მეც მაგალითს მოგიტან, კარგი მაგალითი გამოგხსენა ჩართულობასთან. გვაქვს ესეთი პრეცედენტები, როდესაც სოფელმა მოითხოვა, რომ აი აქ რაღაც ესეთი გზა არის, რომელიც მის თქვა სასაფლაომდის და აუცილებლად მთელი სოფელი სარგებლობს და ბეტონის გზა დავაგოთ. რომ დაითვალა ამ ბეტონის გზის სიგრძე, ეს თანხა ყოფნიდა პირობითად 100 მეტრს. ხო. ამ დროს არის იქ 200. სოფელმა მოითხოვა, რა გვიხსენით 100 მეტრი რატო ჯდება ეს? იქ განფასებაში აღმოჩნდა, რომ იქ არის ბეტონის ფასი, იქ არის მუშახელი, ხო? ანუ მუშახელი და მანქანა მექანიზმები. ამ ხალხმა თქვა, რომ მუშახელი მე ვიქნები, ჩვენ ვიქნებით და შესაბამისად ეს თანხა გამოთავისუფლება და მოდით იმ 100 მეტრს ეყოფა. აი ასეთი პრეცედენტებიც გვაქვს. ხო, ანუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია საბჭოთა კავშირის პერიოდში დავასრულებ სადაც შემოწმეთ, რომ მაშინ იყო განცდა, რომ რაღაცა რო კეთდება, ნუ სახელმწიფო აკეთებს და მე ხო არ მეხება, ანუ მე ვისარგებლებ, მაგრამ ჩემი არ არის, მე სახლში აქ და ამ საერთოში ჩართულობა ისეთი არ იყო, ხო? და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ იგრძნოს, რომ ის ერთვება მისი დაკვეთით კეთდება რაღაცა და იმის გაკეთების პროცესში არის ჩართული და აკონტროლებს კიდევაც. კი, რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი პატარით იწყება ხოლმე, ხო ესე არა რაღაცა. თქვენ ალბათ დარწმუნებული ვარ, არაერთ ასეთ შეხვედრაზე იმყოფებოდით. აი, ამდენი წელია არსებობს და ეს ისეთია, რომ ალბათ მადაჭამაში მოვა, კარგი გაგებით, რომ ალბათ ეს წვრილ-წვრილი რაც იყო ამ თანხებით ნელ-ნელა კეთდება და გაკეთდება და მე უკვე ცოტა მეც მოინდომებენ. ალბათ მიხვალთ იქამდე, რომ ფონდის ბიუჯეტის გაზრდაზეც დაფიქრეთ, პირობითად ვამბობ, მაგრამ ჩართულობა რამდენად მაღალია და მოთხოვნა რამდენად მაღალია.
არა, ჩართულობა საკმაოდ მაღალია. დღეს აი ახლა ამ მომენტში, დღეს ხვალზე, გუშინ ფონდი რაც დამტკის და გაწერილია გრაფიკები. ყველა მუნიციპალიტეტი თვითონ წერს ამ გრაფიკს, მაგრამ იმისთვის რომ ეს ეფექტიანი იყოს და რაღაცა იქ ვადებში არ გაიწელოს, ამ ფონდს თავისი პირობები აქვს კიდე. ამა და ამ დღეებამდე უნდა მორჩე შეხვედრები. მაგალითად ყველა მუნიციპალიტეტმა მაღალმთიანის გარდა 1 მაისამდე ყველა შეხვედრა უნდა მორჩეს და დააუქმოს. აუცილებელი პირობა. ამისთვის კეთდება გრაფიკი. ეს გრაფიკი იდება მერიის საიტზე, სოფლებში ეკვრება შეხვედრები. ეს არ არის 20 წელიწადში ერთხელ, ეს არის ყოველწლიურად. ეს არის ყოველწლიურად. ბევრი მუნიციპალიტეტი ძალიან ლამაზი აბრებია გამოკრული, ამ და ამ რიცხვში აქავართ, ამ და ამ რიცხვში ამ საათზე შეკრება გვაქვს. შეკრება გვაქვს. რაც თავისთავად ეგერთი და მეორეც აქტივობა ნამდვილად გაიზარდა. მე ყოველ შემთხვევაში პირველ შეხვედრებზე რო ვიყავი აქტივობა მაშინაც იყო, მაგრამ რაოდენობა შეიძლება ითქვას უფრო მეტია დღეს ხალხის შეხვედრებზე. არ თუ მოდიოდა 100 კაცი, მოდის 150 პირობითად. მოდიოდა 10, მოდის 15 ხელი. მით უმეტეს ერთ სოფელში თუ ასეთი ამ კონცეფციით უკვე ერთი პროექტი განხორციელდა და დაინახეს, რომ მათმა ხმამ და მათმა შეკვეთამ შედეგი გამოიღო და აგერ პრაქტიკულად უკვე რა თქმა უნდა ისინიც უფრო თამამად რა შეიძლება თვითონ ფონდის დას და რაღაც მე მინდა რომ ხო ესე უნდა დავინახოთ რა რომ ქვეყანა დიდი ყველა ოჯახი ხო ესე ვარ რასაც გაწყვდები ოჯახი ეს ქვეყანაც ხო და ალბათ დროთა განმავლობაში ეს ფონდიც დრო და პროცესი თვითონ უკარნახებს ალბათ ყველაფერს. და ეს ძალიან საინტერესოა რა, იქ ბევრ რაღაცას სწავლობ თვითონ, საერთოდ ბრძენია ჩვენი ხალხი და ჩვენი მოქალაქეები და ამ შეხვედრებზე ისეთ საინტერესო რაღაცებს გაიგებ. რატომ უნდა გაკეთდეს ესე, რატომ არ უნდა გაკეთდეს ესე, რატომ უნდა იყოს პრიორიტეტულად ის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ აქვს იმ ადამიანის ინჟინერული განათლება, მაგრამ რაღაცა სიბრძნე აგროვილი პრაქტიკა რაღაცა და ამის თანამოძიარე ხდები და ძალიან საინტერესოა ეს ტიპი შეხვედრები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება, რომ ვიღაცა არ გიწყვიტავს. გადაწყვეტაშიც მონაწილეობდა აღსრულებაშიც. ეგ თავისთავად და მე როდესაც საერთოდ რაც ბრძანდეთ რომ განცდა გაკროს შენ გააკეთე და შენია და არა ისეთი განცდა როგორც იყო თქვათ იგივე კომუნისტურ მაშინდელ ეპოქაში ეს ჩემი არ არის ჩემი საქმე არის დღეს თუ შენ იმ უბანში თანა ხვალ უკვე თვითონ მუნიციპალიტეტის მასშტაბში გაკეთებული გზაც თუ შენობაც ისაც შენად იღებს რა და ალბათ ესე იცვლება მე რომ იმ რაღაცას არ შეხედავ როგორც კონკრეტულ პროდუქტს, არამედ როგორც რაღაცა პროცესს. ჩემია და ჩემი ქვეყნის არის, ჩემი მუნიციპალიტეტის არის და აი ეს განცდები კარგია რა. ერთ სიტყვით ამ ფონდებს თავისი როგორც უშუალოდ ინფრასტრუქტურული დანიშნულება აქვს, ასევე აქვს რაღაცა სოციალურ, ფსიქოლოგიურ კომუნიკაციურ ხო, ცალსახად და თქვენ ახსენეთ რომ მაისამდე უკვე პირობითად სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე გრაფიკები უნდა იყოს და მეტი ყველაფერი გრაფიკები უკვე არის. ფონდია ამ გრაფიკით არის თუ როგორ არის? ეს არის გრაფიკი, 1 მაისამდე აუცილებლად გრაფიკია შეხვედრები უნდა დამთავრდეს და დაუქმდეს. მე არის დაახლოებით 2 კვირიანი შუა, როდესაც უნდა განფასდეს. ზოგიერთ უფრო მაისამდე ასწრებს რა, ახლა ზოგ დაამთავრა უკვე ახლა ამთავრებს. ბოდიში აქ დავაზუსტებ, სანამ გააგრძელებთ, რომ ერთი კრებაზე რო შეთანხმდნენ, რომ პირობითად გვინდა, არ ვიცი, ამ კედლის აშენება. კედლის ხო, რომ სანიაღვრე სისტემა და ასე შემდეგ დაცული ვიყოთ მეტად. და შემდეგ უკვე ამის განფასებას ახდენს მუნიციპალიტეტი, რომელიც თქვენ გიგზავნით ამას? არა, ჩვენ არ გვიგზავნით. მუნიციპალიტეტი აკეთებს ამის განფასებას. და ამოს რომ ფორმალურ დოკუმენტაციურ მხარეს თავის თავზე იღებს ადმინისტრაცია, რასაც სავალდებულებს თემი, ხო? ყველა ფორმალური პროცედურები დაწყებული განფასებით, პროექტის შექმნით, ექსპერტიზით, ტენდერით თუ კონტრაქტით თუ შემდგომი ყველაფერს იღებს მუნიციპალიტეტი. გადაწყვეტილებას ვერ იღებს რა გააკეთოს თორე თქვენი ჩართულობა გრძელდება, ანუ თანხა კი მიეცით, მაგრამ კონტროლის მექანიზმებში რჩევით თუ როგორ არის? მონიტორინგის თემა გრძელდება, იქ რატო ვადებში ასე ისე ჯგუფები ყავს, რომლებიც არის რამე თქვენს ხელში რაიმე ტიპის ბერკეტები, რომ თქვათ კი მიიღო ეს დაფინანსება, მაგრამ არ ვიცი რაღაცა მიზეზებით პროექტი გაიწელა, ან ვადაში არ აკეთებენ.
რა თქმა უნდა, პერიოდული მონიტორინგი, იმიტომ რომ ვადებში რაღაცები გაწერილი, რატომ პირველი მაისი და რატომ არა. ხო და არის ვადების დარღვევის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არის ესეთი რაღაცაც, აქ შემთხვევაში მე არ მინდა რაღაცა შევალამოზე. ვადების დარღვევები ხდება, მაგრამ მე არ მინდა ისე თქვა რომ არ დავაბრალებდი მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი არის ეს ბევრ ფაქტორთან დაკავშირებული. დამქირე მუნიციპალიტეტს აქვს ფული და ამობს რომ მოდით ვიხდი. კი ტენდერს აცხადებს ის კომპანია მე შემთხვევაში ახლა დასამალი რა არის რომ ხშირად ბიზნესიც ცოდავს რაღაცებს. შედის იქ სადაც არ უნდა შევიდეს, ან მაგალითად იმაზე მეც რაღაცას მოეჭიდება ხოლმე ვიდრე თქვა შეუძლია ეს რაღაცების ხდება. თუმცა ზუსტად იმიტომ არსებობს ეს მონიტორინგი, რომ ჩვენ ვადა არ გაგვექცეს, არ გავგეპაროს, რომ რაღაცა პერიოდულობით ეს უნდა გადამოწმოს, სადა ვართ, რა სტატუსი აქვს, თუ სტატუსი ის არ არის, რაც არის, ან რაც კონტრაქტში არ არის გაწერილი, ან რაღაცა ის არის, რომ სწრაფად მოახდინო რეაგირება შეხვედრების საფუძველზე, თან ჩვენი კანონმდებლობა და შესყიდვების კანონი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე არის, აგერ არის ასეთი გამჭვირვალე სისტემა არ არის. როგორც ჩვენა გვაქვს სხვათა შორის სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით იქ გაწერილია ყველაფერი და გვიანების შემთხვევაში რატო ხდება ანუ საერთო მექანიზმები მოქმედებს საფეხურები და დაჯარიმების აუცი წერილის გაგზავნის ასე შემდეგ და ბოლო თუ მართლა ესეთი ასე უპასუხისმგებლო აღმოჩნდება რაღაცა დღე დგება როდესაც კონტრაქტი წყდება და ეს პროცედურა იწყება ახლა მაგრამ ესეთი ცოტა არის თუმცა ხდება ბატონი რამდენიმე წუთი გაგვშება უკვე ეთერის დასრულებამდე და დაუბრუნდებით მე შეგაწყვეტინეთ უბრალოდ რომ მეტი წარმოდგენა გქონოდა თქვენ სოფლის ხარდაჭერის პროგრამის მაგალითზე საუბრობდით რომ დაოქმება უნდა მომხდარიყო და მაისის შემდეგ ანუ ყველაფერი ისე არის რომ ზაფხულში უკვე დაიწყო სამუშაოები ასე არის მოკნილი მოდი ჩვენ იმას შევხედოთ კლიმატურ პირობებს ნუ რა თქმა უნდა თან ჩვენი თული გეოგრაფიული მაგალითად მაისში თუ არის მეორე ვადაა ჩადებული მაღალმთიან რეგიონებისთვის ჩადებულია 1 ივნისი ანუ 1 ივნისამდე თუ მაღალმთიანი სტატუსი გაქვს იქ გაგდრო რომ შეხვედრები მე უკვე სხვა თემა მოდის ხო და ნუ რეალურად უყურეთ ჩვენ საკაბინეტო სამუშაოს ვეძახით ხოლმე რა დეკემბერი იანვარი ეს კაბინეტისა და ტენდერების კრებების კომპიუტერთან მუშაობის შეხვედრების ფორმალური საოფისე სამუშაო ზოგიერთ რეგიონში შეუძლიათ მარტში დაიწყო მუშაობა, ზოგან თებერვალშიც მუშაობენ. სადღაც ივნისამდე ვერ დაიწყებ, ხო? მაგალითისთვის ახლა ნინო წმინდაში ყოფილა შემთხვევა, რომ მაისის შუა რიცხვებამდე სამუშაოს ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ თავის ტემპერატურული რეჟიმები რაღაც. მაგრამ იმავე დროს წნორში მაგალითად შეგიძლია იმუშაოს. სხვა კლიმატია. ხო, იანვარშიც, თებერვალშიც და მარტშიც. ამიტომაც ამ სპეციფიკას ვითვალისწინებთ, რომ მოქნილები ვიყო და რაღაც ამ ხის წესებში არ ჩავიხლართო და არ ჩავიკიდო. პირიქით ამოცანა არის წესი რისთვის არის შექმნილი რაღაც შეზღუდო და პირიქით აქ წესი შექმნილია, რომ პროცესები დააჩქარო და უფრო ოპტიმალური გახადო და უფრო ეფექტიანი რა. ამ წესების ერთ-ერთი მიზანი ეგ არის და არა იმიტომ, რომ რაღაც იქით მარჯვნივ არ წახვიდე, მარცხნივ არ წახვიდე და ასე. კი ბატონო. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. ამოიწურა ჩვენი საეთრო დრო. ჩვენ სტუდიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ილია ბეგიაშვილს მასპინძლობდით, რომელიც სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად სწორედ ფონდებსაც კურირებს და ამ ფონდებზე ბევრი ვისაუბრეთ და ლოგიკურია, რომ სოფლის ხარდაჭერის პროგრამაზე გამოვახილეთ მეტი ყურადღება, რადგან ეს ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფონდი ხარჯავს ფულს კონკრეტულად მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე და კონკრეტული სოფლის სურვილს მოდებული პროექტის ფარგლებში, ხო? და აქ მე მახსენდება მე-19 საუკუნის თბილისი, როდესაც ჰამქართა ინსტიტუტი არსებობდა და როდესაც ბეთლემის ტაძრისკენ კიბე იყო გასაკეთებელი მაშინ მათი ჩართულობა ის კი არ იყო რომ საგადასახადო ანუ მათი ფინანსური ვალდებულებები შესულიყვნენ ხო არამედ მათ როგორც თქვენ ბრძანეთ თვითონვე ქვისმთლელებმა თვითონვე აიღეს თავის თავზე ინიციატივა რომ ეს საფეხურები გამოეთავათ და დღეს იქ თუ მოხვდებით როდის იყო ეს გაკეთებულები და იმდენად ხარისხიანად არის გაკეთებული მათი მხრიდან რომ ეს საფეხურები პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული ეს კიბეები და იქ ფოტოკადრი ასე ვთქვათ არ იცვლება უკვე რამდენი წელია. აქ ორი მომენტია. ერთი ის რომ
როდესაც მან თავის თავზე აიღო და ფიზიკურად ერთვება ამაში, ხო? ის იმან იცის, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს. იმან იცის, რომ მისი გაკეთებული საქმე, ხო, მისი ღირსება, მისი შვილის, არ ვიცი, ოჯახის წევრების, მეგობრების წინაშე თავის მოწონებაც და ვალდებულებაც და მოქალაქეობრივი რაღაცა ჩართულობის მაღალი ღირებულებაა. აქ თქვენ ბრძანეთ, რომ ვიღაცა თვითონაც თქვა, რომ მე ჩავერთვები და ასე ვიმუშავებ, რა, ძალიან საინტერესო მაგალითად არ ვიცოდი მე მივხვდი იმის რომ ფიზიკში დავიბადე, გავიზარდე და არის ესეთი სოფელი მაჩხაანი. კი ბატონო. ძალიან საინტერესო სოფელია თავის ისტორიული წარსულით, რეალურად ამ სოფლიდან გაიშალა მე დანარჩენი ქვედა იქ სოფლები რა. იმდენად ძლიერი და მდიდარი იყო ეს სოფელი, იმიტომ რომ ამ სოფელზე ეხლა რასაც ვეძახი დერეფანივით გადიოდა საოჯრო გზა. მე სიღნაღისკენ მიმავალი გზა, როდესაც სიღნაღი რომ მაშინდელმა თვითმმართველობა, აი ნუ შორა საუბარი არის 19 საუკუნის ბოლო 10 გადაწყვიტეს, ანუ ალბათ ძლიერმა ოჯახებმა რომ სოფელში ეს გვჭირდა. რა გადაწყვიტეს იცით? თეატრის აშენება. კი ბატონო. ცნობილი თეატრი ახმეტელი მე იქ დგავდა ამებსა და მე ამას ეს რო გავიგე პირველად ისეთი ის ვიყავი რა. ექსანდროსთვის ის იყო პლატფორმა იყო. ამაყი ვიყავი რომ სოფლად ხალხმა გადაწყვიტა. იმიტომ კაროფეს შეუძლია მეტრო სოფელში დაბადებული ვარ კაცო. მაგრამ გადაწყვიტა რომ საერთოდ თანხებთ აიშენება თეატრი. ეს იმ სოფლის განვითარების დონეს აჩვენებს, ხო? თეატრზე საუბრობდა და არა რაღაცა არ ვიცი სანიაღვრე სისტემაზე ან რაღაცაზე რომელიც ასევე საჭიროა. მოკლედ, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გისურვებ და მე რაღაცა შეგრძნება მაქვს რომ ალბათ ამის მოცულობებიც გაიზრდება, იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი მექანიზმი თუ საშუალება არის, რომ ადგილობრივმა მუნიციპალურმა სივრცეებმა, სოფლებმა იგრძნონ და შეძლონ რეალური საჭიროების შესაბამისად კონკრეტული პროექტების დადგენა, განვითარება და მისი აღსრულება. მადლობა. და გათავისება რა სწორად. ხო, მე ეს აუცილებლად სხვა მოქალაქეობრივ შეგრძნებას, ვალდებულებასა და პასუხისგებლობას მოიტანს. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი დიალოგი სტუმართან აიკითხება რადიომედის Facebook გვერდზე. თბილისის დროით გახლავთ 11 საათი 50 წუთი, დაგიბრუნდებით მოგვიანებით დროებით.